პრეტენზიები დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით დღეს მაყურებელს. პრეტენზიები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება და ეს ნორმალურია და პრეტენზიები რომ არ არსებობდეს ურთიერთ პრეტენზიები ამ შემთხვევაში რახან პარტიებთან დაკავშირებით იკითხეთ, მაგრამ პირიქითაცაა და კიდე პირიქითაცაა და პირუყოთაც ასე შემდეგ. სანამ შედეგი არ იქნება ის შედეგი, რომლისთვისაც ამდენი 1000 ადამიანი თვეების განმავლობაში ქუჩაშია და ამდენი 1000 ადამიანი წლების განმავლობაში არის ამ ბრძოლაში და ამ წლებს როცა ვამბობ გულისხმობ არა 3 და 4 არამედ ბევრი 1000 ადამიანი 10 წელიწადზე მეტია მათი შეხედულებით ბრძოლაში და უბრალოდ გამბრალდა ეს რაოდენობა და კვლავ ჯერჯერობით შედეგი არის სანატრელი, რომელიც დადგება და გარდაუვალია ამ პროტესტს არ დაკლებია გულშემატკივარი ამას გულზრუნვა არ დაკლებია უბრალოდ мотиваცია არის ახლა დაკლებული არის შესაძლებელია რწმენაც დაკლებული არის არ ვიცი ოპტიმიზმი რომელიც ერთის მეორეს და მესამეც აუცილებლად უნდა გაიზარდოს და გაიზრდება თუმცა გულშემატკივრობა ამ პროტესტს აქვს მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უწყვეტობას ჰქონდა ადგილი ამ პროცესის ფარგლებში, არის 3-4 თვეა ქუჩაში ხალხი, დედა, მამა, ბები, სხვა თაობები, შვილები, შვილიშვილები ერთად დგავართ. კი ბატონო, შედეგი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ამ პროტესტში და ამ პროცესში ქუჩაში მდგომ ადამიანს პრეტენზია რატო არ უნდა ჰქონდეს მათ შორის პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკოსების მიმართ. მეც მაგ საკუთარი თავის მიმართაც, კოლეგების მიმართაც, სხვების მიმართაც გულწრფელად ვიტყვი, არა მარტო. ამაზე ძალიან ვრცელად მოგვიწევს. თუმცა ნორმალურია კიდევ ერთხელ ვამბობ და ეს რახან არსებობს ამისი ასე თქვათ ხალისი თუნდაც რომ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი სანამ შედეგი არ დადგება, ჩემთვის ეს მეტი სტიმულია და კონსტიტუციის საყვედურების ნაწილი ეხება ზუსტად ამას თქვენი მისამართითაც ბატონიკა მოისმენთ თქვენ ხალხის რეაქციებს და ისინი საყვედურობენ რატომ არ ჩანხართ აქციაზე და ჩვენ გვინდა გისაყვედუროთ იმის გამო რომ მედიაშიც არ ჩანხართ ხშირად დაახლოებით ერთთვიანი პაუზა გქონდათ და რატომაც გასაუბრებში არ მოდიოდით მედიის ნაწილში შეგიძლიათ ახლა გვიპასუხოთ რატომ არ მოდიხართ გადაცემებში ხშირად დიახ ერთი თვე მართლაც განგენ და შეგნებულად დავიღე საჯარო აქტივობებისგან პაუზა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ პროცესში არ ვიყავი აქტიურად ჩართული, ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს ამ ბრძოლას. მე ვფიქრობ, ბევრი რამ ხდებოდა, რისგანაც თავის შეკავება მართებდა საჯარო პოზიციის დაფიქსირების თვალსაზრისით და არ მინდოდა ეს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში უნებლიეთ მაინც ყოფილიყავი ხელის შემშლელი ფაქტორი და ალბათ მოგვიანებით გავშლი რას გულისხმობ ამ ყველაფერში. თქვენს ემოციურ განწყობებს არა, უბრალოდ მიმდინარეობდა ჩემი აზრით რიგი პროცესები, რომელზეც საჯარო აქტიურობის შემთხვევაში მომიწევდა პოზიციის დაფიქსირება და შესაძლებელია ეს უდროო ყოფილიყო და ჯობდა თქვენს და საზოგადოების ნაწილს მაინც საკუთარი თვალით ენახა და დარწმუნებულიყო რაღაცის ეფექტურობაში ან ნაკლებად ეფექტურობაში და ამიტომ მივიღე გაწყვეტილება და ნაკლებად ჩანდი ტელეგადაცემებში. ახლა მზად ხართ ამისთვის რომ ვისაუბროთ და რა საკითხი იყო? არა, ხო და ახლა ვისაუბროთ მეთქი. მე მოგვიანებით შევეხები და ემოციურად. პირველში დღევანდელი საღამო ჩვენი კონტრიბუცია არის ძალიან დიდი, ისევე როგორც ყველას. რა თქმა უნდა, იცით, არასწორია. უწბილად ვიტყვი. აი, ყველას ვეტყვი გულწრფელად, ყველა იმ ადამიანს, ვინც უკლებლივ ყველა დღე დგას რუსთაველის გამზირზე. იმ ადამიანსაც კი უდიდესი არის კონტრიბუცია ყველა მოქალაქეს. ეს ყველა მოქალაქე, როცა არის ნათქვამი, ვიღაცა პროფესიით ინჟინერია, ვიღაცისთვის პროფესია არის პირველადი, არ ვიცი, პოლიტიკურ პარტიაში ბრძოლა და მუშაობა, ხო? უწყვეტ რუტინულ პროტესტში შესაძლებელია ყოველ დღე იშვიათი გამონაკლისის გარდა ბევრი ადამიანი ვერ იყოს, მაგრამ ამ პროტესტში ყველა ვართ სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკურად ხო მაგრამ ჩემის აზრით ოპოზიციური პარტიის განსაკუთრებით ლიდერების ამოცანა უნდა იყოს ცოტა მომავალში გახედვის შესაძლებლობაც და არა მხოლოდ აქ და ახლა რა არის გასაკეთებელი. აქ და ახლა რა არის გასაკეთებელი და ბუხარში რო რაღაცა მუგუზალი არის, ასე თქვა, შესაძლებელი რომ ცეცხლი გაღვივდეს, კი მნიშვნელოვანია, მაგრამ პასუხისგებლობაც ძალიან დიდი გვაქვს და რახან მე ვარ თქვენი გადაცემის სტუმარი, მე ვიტყვი, დიახ, პასუხისგებლობა დიდი ჩემთვის ამოცანა არის ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული ძალებით ჩანაცვლება, ისე რომ 50 არსებულ პოლიტპატიმარს
უბრალოდ რომ ვიღაცამ თქვა რაღაც თქვას რაღაცა მაინც გაგიკეთებია და ადგა რომელიღაცა პოლიტიკოსი და რაღაცა გააკეთა და შედეგზე ვერ გავიდა და 50 არსებულ პოლიტპატიმარს 50 მინიმუმ ახალი პოლიტპატიმარი დაამატა და არსებული 50 პატიმრის ბედი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ჩემის აზრით ეს არის უპასუხისმგებლობა ამიტომ სწორ დროს სწორ მოცემულ დროს და მომენტში დარწმუნებული ვარ პოლიტიკოსების კონსტიტუციაში მე ვისაც ვენდობი და ვიც გამომიცდია და არა მხოლოდ ბრძოლაში მათი და ჩვენი აქტიურობა იქნება ადეკვატური. ეს საყვედური ვის ეხება ნიკა შეგიძლიათ და კონკრეტულად საყვედური? არა, ხო თქვენ მკითხეთ, ეხლა ძალიან ადამიანები ვინც თვლიან რომ შესაბამისი აქტიურობა არ არის პოლიტიკოსების პარტიებს გულისხმობთ ამ საქმეში. არა, საზოგადოების ნაწილში ხომ არის სამართლიანი, უსამართლო, არხეულად სამართლიანი, ან მთლიანად სამართლიანი აღნიშნულობა. წყრომა ხომ არის? ხო, ბევრი წარსულში საუბრობთ რომ ვიღაცამ დაამატა პოლიტპატიმრების რაოდენობა, რა იგულისხმება? არა, ხო არ უნდა დაამატო ის რომ ოღონდ რამე გავაკეთოთ პროცესში მე პირადად შესვლა არ მინდა. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გვაქვს, არ შეიძლება, იმიტომ რომ მე როდესაც ასეთი პროცესი ახლა მიდის. პოლიტიკო არა, არიან ადამიანები, მათ შორის ეთერებიდანაც მესმის, ხო, ნორმალურია ეს, არ გეგონოთ რომ ვიღაცას ვკითხავ, ხო, რომ იცით რა არის შეტევაზეა გადასასვლელი და ასე შემდეგ. ეხლა, როდესაც შეტევაზე ფართო გაგებით გადასვლას ექნება ადგილი, წარმატების მიღწევის მინიმუმ ამ შეტევაზე გადასვლის პროცესში მინიმუმ 1%-ით მეტი შანსი უნდა არსებობდეს ვიდრე წარუმატებლობის. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე და არც თუ ისე უსაფუძო რომ 50 კიდევ ერთხელ ვამბობ არსებულ პოლიტპატიმარს 50 ახალი პატიმარი დაამატო და აქ მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერების პასუხისმგებლობა დიდია და შესაბამისად ზოგი ფიქრობს რომ არ არის საკმარისი ის რაც არა იცით და მე გურამ იცით რა პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის თემას ეხება მე გეტყვით ყველა რაკურსი და ამას პროტესტი დანახული პრაქტიკულად მაშინ როდესაც პარლამენტის შენობაზე შტურმითაც მივდივართ პირდაპირ გეუბნები კი ბატონო სხვათა შორის ეს თქვენი შემართება ერთ-ერთ ჩვენს რესპონდენტს არა შტურმით რა ხა შტურმით ეს არის დეფინიცია ქართული ოცნების მაგრამ მაგრამ რეალურად იქ იყო შვიდობიანი უბრალოდ გაბრაზებული ხალხი მათ შორის ჩემის ჩათვლით ხო ვითხოვდით კობახიძეს გადადგომას რატომაც ძალიან კარგად მოგვეხსენება იქ უბრალოდ ეროვნულმა სულისკვეთება მოიყვანა განსხვავებული ხალხი 1 საათნახევარში და კობახიძემ თქვა რომ არ გადავდგები და ასე შემდეგ კი ულტიმატუმის ავტორი ვარ 1 საათში გადადექი კობახიძე თუ არა და ეზოში შემოვალთ და ახლა სიტყვებს უკან არ წავიღებ რაც იყო თუმცა აი მანდვე ზუსტად მანდვე როდესაც ამას ვამბობდი და ამას ვახორციელებდი იქ ყოფი საზოგადოება ორად გაიყო. მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციური სპექტრი. იცით და წამში ნახევარი თუ არა ნუ მესამედი მაინც მორალურ პოლიციელად გადაიქცა. არ იფიქროთ რომ გაუაზრებელი თუნდაც აი იცით რა ემოციურად თქვენი სურვილი შეიძლება იყოს რომ იცით რა დამთავრდეს აი მიმდინარე კალენდარულ დღეს ეს ქართული ოცნება და მოდით გავრისკოთ. არ იფიქროთ რომ სამართლიანად რუსთაველზე მდგომი საზოგადოების ნაწილი მათ შორის ვისაც თქვენ ესაუბრებით ხოლმე იმ წამსვე არ გადაიქცევა სამართლიანად მორალურ პოლიციელად და არ გაგაკრიტიკებს არ გადაკრიტიკებს ის არის საზოგადოების ნაწილი ვინც რუსთაველის იგი ძალიან და მიხარია რეალური სამოქალაქო ქონდა ოპოზიციას გასააზრებლად თუნდაც ნაბიჯებს ახლა გაუაზრებელი არა მე გეტყვი ახლა მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა მზად ვიყოთ და მზადყოფნა უნდა გამოვთქვათ. მზადყოფნა ლოჯისტიკურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, რაც შეიძლება გრძელვადიანი პროცესისთვის, ანუ გრძელი ვადისთვის უნდა ვიყოთ სრულად მზად და რაც უფრო ყარი იქნება ჩვენი მზადყოფნა გრძელვადაში ბრძოლისთვის, მით უფრო მოკლე ვადაში გახდება შესაძლებელი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. მარათონულია ეს ბრძოლა. მარათონულია ეს ბრძოლა და არ შეიძლება პოლიტიკოსების როლსაც აქ ხედავ. დიახაც სწორ ადგილას, სწორ მომენტში, სწორ მოცემულ დროსა და პერიოდში გამბედაობის გამოჩენა, რისკზე წასვლა, მაგას პასუხისმგებლიანი რისკის გაწევა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ
ჩვენ არ ვაგებთ თავს საკუთარ თავზე მხოლოდ პასუხს. ჩვენს გარშემო საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მინიმუმ ხორცაკებ მანქანაში არ ჩაყარო ეს. აი ამ მარათონში დღევანდელი დღე არის ერთი შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ჩვენ ვესწრებოდით იმ განცხადებას, რომელიც გააკეთეს სინდისის პატიმრების ოჯახებმა და მათ აიღეს გარკვეული ინიციატივა საკუთარ თავზე წინააღმდეგობის მოძრაობად შექმნეს, იმიტომ რომ ქონდათ განცდა რაღაც პერიოდში ელოდებოდნენ პროცესების განვითარებას, მაგრამ ახლა გადაწყვეტეს თავად მოქმედება. რჩებიან ამაღამ და არ აპირებენ რომ ქართულ ოცნებას მისცენ საშუალება ესე მათივე თქმით ფარისევლობა გამოავლინონ 9 აპრილის მემორიალთან. აი თავიდანვე ამის კითხვა მინდოდა, თქვენ სად იქნებით ამ დროს? თქვენი კოალიცია ღამეს გაათენებთ დილით აი ამ წინააღმდეგობის ხაზზე იქნებით. რის გაბედვას შეძლებს ოცნება? პირველ რიგში კიდევ ქართულმა ოცნებამ ვფიქრობ ყველაფერი გაბედა და არა კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე, მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს თავიანთ თავს და გათვლა აქვთ ჩვენს დაღლილობაზე, რომელსაც არადა არ ეგირსებიან და ვერც ეგირსებიან, ვინაიდან აქ ხალხი სხვა ემოციით არის დატვირთული, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რაც უფრო მოვემზადებით მარათონული ბრძოლისთვის, რომელიც მიმდინარე, ანუ მარათონში ბრძოლის მონაწილეობის მისაღებად, ხო, საბრძოლველად. დაგულისხმო ემოციურადაც, მორალურადაც, ლოჯისტიკურადაც, პოლიტიკურადაც. მართლაც ჯერა მით უფრო შესაძლებელი გახდება ვადაზე ადრე, იმაზე ადრე, ვიდრე წარმოვიდგენია გავიმარჯვოთ. თუ კი აქამდე უშიშრობაზე გადიოდა ეს ბრძოლა, ეს თვეები და გამბედაობაზე გადიოდა, ახლა მნიშვნელოვნად გადის ნებისყოფაზე. უნიშნულოვანესია ფაქტორი, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და განსაკუთრებით თქვენს და თქვენი მაყურებლები, თქვენი მეშვეობით იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელსაც ადგილი აქვს სოფლიოში, ხომ? სიმართლე არის, დიახაც ამ ეტაპისთვის ბევრისთვის ჩაიკარგა საქართველოს ინტერესი დასავლეთში, ხო? ამერიკელების, ევროპელების ყურადღების ცენტრში ჯერ არ არის საქართველო მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი ჰქონდა ამ ეტაპისთვის იქნებოდა ძალიან ამოწეული საქართველოს ინტერესი, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ხდება ეს ყველაფერი. აქებებს დავუბრუნდებით. გასაგები მიზეზების გამო აქედან გამომდინარეობს დიახაც ნიჰილიზმიც, გამომდინარეობს საზოგადოებაში უიმედობა და აქაც პოლიტიკოსების და არა მხოლოდ განსაკუთრებით პოლიტიკოსების როლიც მიმაჩნია, რომ არასწორი ემოციური ფონის შერბილებაც კი მოხდეს და მოახერხოთ და ამაზე ყოველდღე მუშაობთ, იმიტომ რომ ქართველებს დემონსტრანტებს განსაკუთრებით ამის იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში გვახასიათებს ან რაღაცნაირი უმაღლესი ზღვარი აჟიტირების და აი უმაღლესი ასევე ზღვარი უიმედობისა და ნიჰილიზმის. რაღაცა ოქროს შუალედს აი გვახასიათებს, იცით? ის რომ ჩვენ 4 თვეა ვდგავართ რუსთაველის გამზირზე და ივანიშვილი ჯერ კიდევ არის იქ სადაც არ უნდა იყოს, გვიკვირს და ყურადღებით რომ დაუკვირდეთ და გავანალიზოთ გასაკვირი საერთოდ არ არის. ის ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ახლა ადგილი აქვს 4 თვეა მიმდინარეობს ფართო მასები ჩაერთვენ ამ პროტესტში. როგორც წარმომადგენლები ვიყავით ამ ბრძოლაში. ეგრეთ წოდებული როგორც თქვენ ამბობთ მარათონული ბრძოლა, ამას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით შეკითხვების ამას ეხება, მაგრამ ელისომ მკითხათ და მოდით კონკრეტული პასუხი გავგცეთ ძალიან გთხოვთ და შემდეგ შეკითხვები მოვისმინოთ, მაგრამ დღეს აპირებთ რაიმე ფორმით ახლა მისვლას რუსთაველზე. აქედან მე პირადად და მეგობრები ნაწილი იქ არის უკვე, იქ არიან და ვიქნებით დილამდე მე პირადად ვაპირებ და ბევრი ჩვენი ყველა ლიდერი და მეგობარი. პარტიული ზღვარი ამ პროტესტში წაშლილია, წაშლილია უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში. მეგობრებო, ძვირფასო მაყურებლებო. 4 თვის უკანასკნელი 4 თვის მანამდე პარტიული ბრძოლა იყო ბევრი ადამიანისთვის, ხო? ანუ ოპოზიცია პარტიული კუთვნილები და ქართული ოცნება და ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების ერთი ჭირი ერთის და მეორის რა მოხდა ხო ახლა შეიცვალა ეს დისპოზიცია სიმართლე ეს არის არა ამას ელოდებოდით იმიტომ არ ჩავდი არა რა ზოდის ანუ აი რაღაც პერიოდი პაუზა ავიღეთ არა იქ უკავშირდება ჩემი საზრით ამაზე მოგვიანებით ალბათ დამისვამთ კითხვას იმ ეგრეთ წოდებულ რომელიც საჭირო როლს თამაშობს მაგრამ არა საკმარისი იქნება ეხლა დაერქვა წინააღმდეგობის ფრონტი სალომე ზურაბიშვილის
პლატფორმაზე და ნუ მე არ მინდა გავაკრიტიკო, უბრალოდ მიმაჩნია რომ ყველა თავისი სწორი ფუნქციით უნდა დაიტვირთოს, რომ ბრძოლა იყოს წარმატებული და როდესაც ძალიან ბევრი რამ ბუხბუხებდა 31 მარტამდე ხო თავი შევიკავი და მე ვფიქრობ ავნანობრო თავი შევიკავი და მოგვიანებით ალბათ ამაზე კი ბატონო ეს ყველაფერი დავაზუსტოთ მოდით ახლა მოვუსმინოთ ხალხის კითხვებს კარგი შეაჯამეთ და ხალხის კითხვებს აი ეს ნაწილი რო შევაჯამო ოქტომბერ-ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს ამ ქვეყანაში არაპარტიული ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. მანამდე მიმდინარეობდა დიდწილად პარტიული ბრძოლა, რაც ნორმალურია პოლიტიკური პროცესი. ალბათ თუ კარგად არსებობდა, ახლა ზღვარი მთლიანად წაშლილია და საზოგადოების ნაწილი, ვისთვისაც ეს 4 თვე დამღლელი და დამქაცველი აღმოჩნდა, მზად ემოციურადაც არ იყო, იცით? განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც 8 და 9 და 5 და 4 და 3 წელიწადია ამ ბრძოლაში, თორე 4 თვის თავზე წარმატება ჩემის აზრით ხელშესახები არის უკვე ის რაზეც თქვენ ბევრი გისაუბრეთ და ვიტყვით რომ დელეგიტიმაცია ქვეყანაში უკვე არავინ არ ცნობს ამ არჩევნების შედეგები ამ ხელისუფლებას რომ ლეგიტიმურად არავინ არ ცნობს ხო ამ ადამიანების დამსახურება თუმცა ის რომ 4 თვეში ივანიშვილი ჯერ ვერ დავამარცხეთ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმედ გაცვლილება პირიქით ბრაზმა უნდა მოიმატოს და მოიმატეს мотиваციამაც უნდა მოიმატოს და ოპტიმიზმაც უნდა მოიმატოს რასაც ვაკვირდებით ახლა მე და ელისო მაგალითად გუშინ ვიყავით ამ კითხვების ჩასაწერად რუსთაველის გამზერზე ბრაზმა მოიმატა ქართული ოცნების მისამართით მაგრამ ნიკა ძალიან შესამჩნევია ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ბრაზი ოპოზიციის მიმართაც რომელიც ასევე არის გაზრდილი მოდით მოვუსმინოთ კითხვებს ნორმალური მეც რომ ვიყო მაგათ რიგებში მეც ასეთი ბრაზი მექნებოდა და ყოფილ ვარ ხო? მოდით ნახოთ. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ასეთი კითხვების მოგროვება, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანიც გამოდის და ზოგჯერ გადაცემა განსხვავებულია არსებული გადაცემებს შორის, რაც კი მე მინახავს. და ზოგიერთი მარგებელია, ანუ იქ მედიას რა კრიზისიც აქვს დღეს. კრიზისმა აი დაბადა არაჩვეულებრივი ანუ კრიტიკაც მისაღებია რაც მოისმინა. რა თქმა უნდა მე შეჩვეული ვიყო თავარი ეს კრიტიკა გაიაზრო და იქ სადაც თulis საჭიროთ რომ არის გამოსასწორებელი შენი საქმიანობა და ხარისხი უკეთესი არის შესათავაზებელი საზოგადოებისთვის შესთავაზო პირიქით მაგრამ იყო ისეთი საკითხი რაზეც კატეგორიული წინააღმდეგობა არა მესმის საზოგადოების აი ქალბატონმა ახსენა რომ ამ დაგაიწელა და დიდი ხანია ვდგავართ უკვე არა ნუ მესმის თულესია ხალხი სამსახურებში მიდის ვისაც აქვს და მე მოდიან და რუსთაველის გამზეთ დგანან და ამის შემდეგ ბრუნდებიან და დავდივარ ყოველ რა თქმა უნდა და როდესაც ჯერ შედეგს ვერ ხედავ ბრაზი მოგივა ბრაზი ზოგს მოდის ბრაზი საკუთარ თავზე იკა რა სეტყვით რისთვის იყოს ეს ქალბატონი ჩემის აზრით დაიამაში არის ეს არის კერა ეს არის აორტა ანუ პროტესტის მთავარი კერარი აი ეს ქალბატონი არაჩვეულებრივი და ღმერთმა უმრავლოს საუკუნეების განმავლობაში ასეთი აქტიური ქალბატონი ამ ქვეყანას და სახელმწიფოს ხო ეს კერა თუ არ იქნება შანსი არ იარსებებს უბრალოდ არის რისი გათვლაც ქონდა ქართულ ოცნებას და მე შეყოფილიყავ ხელისუფლებაში მაგრამ დაგვიფაროს მათ ადგილ მეც ეს გათვლა მექნებოდა მაგრამ არადარ ეღირსა აგურის დადებაზე იყო ასევე ხო საუბარი ბოლოს დიდი აგური თქვენ უნდა დადოთ ჩემს აზრით ძალიან დიდი ერთი აგური უკვე დადებული არის უბრალოდ ის რომ შედგა ამ ქვეყანაში ის რისიც მე მაგალითად ოდნავ არა უფრო მეტად ვიდრე ოდნავ მეეჭებოდა მიღებული გამოცდილებიდან 2020 წელს რაც მქონდა ამ ქვეყანაში შედგებოდა საპარლამენტო ბოიკოტი და ამას შემდეგ ყველა მანდატს დადებდა. არ მჯეროდა, იყო სერიოზული საფრთხის შემცველი მოკლედ გამოწვევები, გამოწვევა თავისთავად პრობლემურია, მაგრამ იმაზე მეტი იყო ვიდრე პრობლემა. შედგა, ამან შესაძლებელი გახადა რომ სოფლიომ არ აღიარა დემოკრატიულმა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები, ეს რომ არ ყოფილიყო და ეს პოლიტიკოსები არავის არ უაყვედრით ამას. დასისულელია, მაგრამ სხვანაირი ქმედებაც მახსოვს მე და ეს ასეთი ქცევა პოლიტიკოსების ასე ანგარიჯზე რო არ დაფიქსირებულიყო დღეს რუსთაველის გამზირზე ხალხი და არაშენებს დიდ აღგარიყო ხალხი არ იდგებოდა პირდაპირ გეუბნებით ხალხი არ იდგებოდა ვერ იდგებოდა ახლა ამ პროცესში კიდევ ახალ აგურს ითხოვთ კი ეს ერთი მნიშვნელოვანი აგური თქვა ერთიანობა სხვა საკითხებშიც
და მათ შორის აი გაერთიანება არის მთავარი, რაც გადარჩენის გზად მიაჩნია ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა და ეგოს პრობლემაა, რატომ ვერ ახერხებთ გაერთიანებას შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ხო? უფრო მეტად. სხვა გურებიც არის საჭირო. არა, ნახეთ, კი ბატონო, მე ვფიქრობ, აი თუნდაც ის რომ პარლამენტში დღეს არავინ არ არის და ეს კი ვაქვს ქართულოცნება ძალიან და ამის შედეგს ჩვენ მოვიმკით, ისევე როგორც ქართული ოცნებას მოვიმკით, ოღონდ ნეგატიურად. რა თქმა უნდა, ხა ამით არ უნდა შემოიფარგლოს ბრძოლა, აქ ეხა ნახსენები იყო რომ პოლიტიკოსები ანუ შეიცვალა განწყობებიოდი, ხათ შეიცვალა განწყობები. მათ შორის იმ ადამიანებს შორის, ვინც მყარად თვლიდა რომ პოლიტიკოსები რუსთაველის გამზეზე რომ არ უნდა მისულიყვნენ. ან თუ მივიდოდნენ ჩუმად უნდა გარიყვნენ. ხო, სადღე გრძელოები არ გვინდა. არა, ისეც მახსოვს. ნახეთ, ხომ არა, პოლიტიკოსი ამ ახალგაზრდა ქალს მინდა უპასუხა, არ შეიძლება პოლიტიკოში დაინახოს სპეცნაზის თანამშრომელი, სპეცნაზელი. არ შეიძლება შენ წარმოიდგინო პოლიტიკოსი ნიღბით და გამორული სახით, რომელიც შეიჭრება კანცელარიის შენობაში. აი ეს მოლოდინიც არ უნდა ჰქონდეთ, ისეთ პოლიტიკური პროცესი ისეთი უნდა შეიქმნას, ისეთი მუხტი, რომელსაც აუცილებლად კომბინაციაში თან უნდა ახდეს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ნაკლებობა ახლა ამ წუთას არის. და ეხლა ვაშავებ ამას რომ ვამბობ ახლა? ანუ პასუხისგებლიანი საქციელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომლებიც შეიძლება ახლა რუსთაველის გამზერზე გამოცხადეთ და იერიზე წავიყვანოთ ხალხი და შედეგად წინასწარ ეცოდინება რომ დასრულდება ასობით პოლიტიკური პატიმრით, როცა შენზე ჯერ არაფიქსირებს კაფიო პოზიცია ჯერჯერობით ახალი ტრამპის ადმინისტრაცია არ გიფიქსირებს და ამას ნორმალური მოვლენა უნდა უწოდოთ, ვინმე ახლად არჩეულია და არც ერთი ადამიანი არ არის ჯერ. მე ამით мотивაციას პირიქით ვცდილობ გავზარდო, აი ამ რაზეც ვსაუბრობ. мотивაცია და რწმენა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადგილზე რომ იყოს და აი ესეთი კაფიო პასუხის გარეშე ვიყოთ ჯერ ჩვენ და პოზიციის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაშინ გვექნებოდა სანერვიულო, ხო? ერთი განცხადება გაკეთდა პოზიცია და იმანაც ჩამოსალა ქართული ოცნების პროპაგანდა, რაც ვინც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამ რეგიონზე, კერძოდ საქართველოსზე სპეციალიზდებოდა. არც ერთი ადამიანი ჯერ არ არის დანიშნული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. ანუ ყველა თანამდებობა არის ვაკანტური. რბილად და სუბუქად რომ ვთქვა, ეს არის სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი. ამიტომ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ ვამბობ, მოეთხოვება თუ მაინდა-მაინც ახალგაზრდა ქალს უპასუხებ, გამწვავებაზე იყოს საუბარი, გამწვავება შედეგზე ორიენტირებული და არა უბრალოდ გულზე ჯიღის ცემა, თორე ხა გულზე ჯიღის ცემას ზე ადვილი ახლა სანამ თქვენი ეთერი დასრულდება, ასეთებსაც მოვკარი ყური უკანასკნელი კვირების განმავლობაში და პოლიტიკოსის მხრიდან თუ კი რამე მიმაჩნია არასერიოზული ეთერში როდესაც ხარ გურამ როგავასთან და ელისო ჯარიაშვილთან და რო იტყვი რომ აი ხა უნდა მოვრჩეთ და გადავიდეთ შეტევაზე, ვინ გიშლის მერე? აი რატო აანონსებ? ჯერეთის ვინც აანონსებს რაიმე ტიპის შეტევაზე გადასვლას პოლიტიკოსი თუ ხარ, ვერასოდეს ვერ გადავა და ვერც გადასულა. ასე არ ხდება. ბუნებრივად მოხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ ჩვენი როლი ახლა ამ წუთის მდგომარეობით არის შემდეგი ძალიან ამას ვაპირებთ ეხა პარტია ახალი ცალსახად კოალიცია ცვლილებების თავის თავად ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოებასთან. მათ შორის იმ ბირთვან პროტესტის რომელიც უკიდებელი დღის წესრიგით ნიკა თქვენ ბოლოს შეხვედრაზე თქვენ და ნიკა გვარამია არ იყავით სალომე ზურაბიშვილთან ეს გზავნილია კონკრეტული ნაბიჯები იქნება განსხვავებული იმისგან რასაც სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს. სალომე ზურაბიშვილი არის ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ანუ ამ მოცემულ პერიოდში და ბოლო ეტაპზე ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მე არ ვუწოდებ, არა იმიტომ რომ ვაკლინებ, გონი ამით კი არ ვაკლინებ, პირიქით ამით ვაძლიერებ და არ სუსტებს ყველა ის ადამიანი, ვინც მას უწოდებს მოქმედ საქართველოს პრეზიდენტს. ხო, ლეგიტიმურ პრეზიდენტს არა ლეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი და მთელი ეს სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი. აბა რა არის ახლა ელისო სიმართლეა. ზოგადად გადამდგარ პრეზიდენტებს ნუმერაციით მაშინ არა, სხვა კონოტაციით ითქვა. საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის ვინც სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აღიარებს ამ დროზე. არის მაშინ ამ ქვეყანაში რობერტო დიდხანს აცოცხლობს.
მესამე პრეზიდენტი, იქ სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ხო? ანუ ყველამ თავისი ფუნქცია სწორი უნდა გამონახოს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მართალ მნიშვნელოვან როლს თამაშობს განსაკუთრებით არალეგიტიმაციის თუმცა ეხა ანუ პრეზიდენტობანას თამაში მე არ შევიდოდი. უცბად გონი ამას არ ვაკნიე. ეხლა ის ხდება. სახიფათო, არა, არ შეიძლება მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება მე თქვენ დამარქვათ ის რაც არ ვარ. რაც ვიყავი, წაიკითხეთ კი ბატონო, ჩემი ხა მოსაწონი იყო თუ არ იყო მოსაწონი, ჩემი ბიოგრაფია ესეთი იყო, რო წაიკითხეთ, ხო? თუმცა მე მიმაჩნია, რომ როდესაც შენ რა მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობის გარდა არაფერი არ ქონია ჩემსგან პირადად და არც ექნება მომავალში ქალბატონ ზურაბაშვილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ, ასე ვთქვათ, პროცესში უნდა შევიდე, რისიც არ მჯერა და სიყალბის ნატამალი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იყო მაგალითად ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო. სტატუსი რატომ განსაზღვრეთ ასე ძალიან მკაფიოდ და რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში? სალომე ზურაბიშვილი როგორც ოპოზიციის საერთო ლიდერი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციას საერთაშორისო არა, ესეც არ არის სწორი. არა, ესეც არ არის სწორი. ანუ არ მგონია, რომ ჩემი ლიდერი ან ხალხის ლიდერი ვინმე იყოს დღეს, პირდაპირ გეუბნებით. ის არის, ამას ვამბობ, თუ გინდა იყო ლიდერი, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო. და არ უნდა გვეხილა ისეთი 31 მარტი, როგორიც ვიხილეთ და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიების უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ განხრეჭი საკითხები, რომელიც არის ოპოზიციურ პლატფორმაზე, ხო? ახლა ან ითავებ ლიდერობას და აფიქსირებ, შეიძლება გურამი და ელისო ვერ თანხმდებოდეს, მაგრამ მე თუ მაქვს პრეტენზია, რომ არ ვიცი რაღაცა მესამე ხმა გადამწყვეტი იყოს ჩემი ამაგიდასთან და საზოგადოება ჩემსგან ითხოვდეს პასუხს, ნუ ან თქვენ უნდა დაგეთანხმოთ გურამ, ან თქვენ და არც ეს დაგეთანხმოთ, არც მეორეს და უბრალოდ საფრენს ბუშტი გაუბეროთ ერთი თვით ადრე 31 მარტის აქცია დაავანოსოთ, მოლოდინი გავაჩენოთ და სამი კვირით ადრე დაავანოსოთ. აი მსგავსი ნაბიჯები იცრებს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა. ხო და ნახეთ, არა, მე არ ვამბობ ამ და თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. ამ ნაწილში მე რას მინდა ხაზი გაუსვა. ასუღები ყავს ზოგადად ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს. ყოფილებაში, ესეც ვთქვათ, მე გისმინეთ ინგა გრიგოლიესთან და ირაკლი ქერაშვილის დას, სინდისის პატიმრის დას, თქვენი მკაფიო პოზიცია აინტერესებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებობდა გარკვეული შეხვედრა, როგორც გავიგეთ, სადაც თქვენი მკაფიო პოზიცია ვერ მოისმინეს. მოდით აქვე ვთქვათ ეს თქვენი მკაფიო პოზიცია და რა ქმნის კონფლიქტს აი იმ წინააღმდეგობის პლატფორმის მაგიდის გარშემო ამ თემაზე? სწორედ ამას ვითხოვდი მე მაგალითად ამას მოველოდი ქალბატონის ზურაბიშვილისგან, რომელსაც შესაძლოა ქონდა ლიდერობაზე ამბიცია, ეგო არაფერ შუაში არ ან შეგიძლია ისეთი ფუნქციით უნდა დაიტვირთო საკუთარი თავი, რომელსაც თავს გაართმევ. ქვეყნის გარეთ ქალბატონი ზურაბიშვილი არის უბადლო. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით პროცესების ლიდერი არიან, იქნება მომავალში თავს ვერ მოვიტყვილებ ნამდვილად, ხო? ეს ახლოსაც არ არის სიმართლესთან, ახლოსაც. თუმცა აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ საერთო პროცესში იგი და ხელი უნდა შეუწყოთ. ისევე როგორც მას უნდა შეეწყო და მომავალში შეუწყოს ხელი სხვებს, მათ შორის აი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო? ნათლად კოალიციას ცდილობს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული ნათლად მათ შორის მე იმ შეხვედრაზე ეთყობა უბრალოდ იმ შეხვედრაზე ვისაუბრე და ახალს ვიტყვი ძალიან ცუდ, კარგ და საშუალო სცენარებზე, ხო? მაგრამ ახლა ამ პირობებში არჩევნებზე გასვლაზე ფიქრიც კი არა, პოზიციის არ დაფიქსირება რო არ გადიხარ, ჩვენთვის გაუგებარია. გაუგებარია. ნუ, როდესაც არ აფიქსირებ, რომ შენ არ გახვალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თუ სტატუს კო არ იცვლება, მინიმუმ გაფიქრებინებს, რომ შენ თავს იზღვევ, შესაძლებელი არის მოგიწიოს გასვლა, ხო? აბა იმ შემთხვევაში თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, იმ შემთხვევაში თუ სისტემა შეიცვლება და გარემო გაუმჯობესდება იმდაგვარად თუ გასასვლელი ნამდვილად იყოს არჩევნებზე, რა ეხლა მაშინ ყველა გავა, ხო? როდესაც რამდენიმე პარტიამ მათ შორის კოალიციას ცდილობა დავაფიქსირეთ, რომ შეუძლებელია ამ საკითხში მკაფიოობის და სიცხადის შემოტანის გარეშე შედგეს იმ ხარისხის ერთობა, რომელიც ყველა იმ თქვენს რესპონდენტს სურს და მეც სურს, ეს არის სიმართლე. ანუ ერთობა დგება ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობის საფუძველზე. როგორიც არის მათ შორის თუ ვართ პარტნიორები, ეხლა იცით რა, ელისოზე ეჭვი მეპარებოდეს, ელისოში გადის არჩევნებზე და მე მკაფიოდ ვამბობდე, რომ არ გავდივარ
ეს არ გამოიწვევს შედუღაბებას ამ ერთობის. მათ შორის პრეზიდენტის მეხუთე პრეზიდენტის როგორც თქვენ ამბობთ, პოზიციაც არის, ხო, ამ საკითხზე პოზიცია არ ქონდა და საერთოდ უპოზიციობა ამ პროტესტში არ არის ლიდერობა. ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო ვალდებულება ფორმატის მიმართ. კი, რა თქმა უნდა, ამიტომაც დოკუმენტი ვერ შედგა 31 მარტს, სადაც მინიმუმ იმას ვიტყოდი და შეთავაზება მქონდა, მაგალითად კოალიცია ცვლილებებს მქონდა შეთავაზება, რომ ის მაინც გამოვაცხადოთ 31 მარტს, რომ აქ მდგომი პოლიტიკური პარტიები ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ არჩევნებზე გასვლა არ გასვლის საკითხს ერთობლივად გადავწყვეთ თქვენთან შეთანხმებით. ვინ არ გაიზიარა ეს? ვერ გაიზიარეს. და ქალბატონმა ზურაბიშვილმა პოზიცია არ დააფიქსირა. ეს შეხვედრაზე. პოზიცია არ დააფიქსირა, არც შეხვედრაზე არც მის მიღმა არ დააფიქსირა. ეს იყო იმედგაცრუების მთავარი. იმედგაცრუების კი არ იყო, მე წარმატებებს უსურვებ მას საგარეო მიმართულებით მუშაობის დროს. ქვეყნის შიგნით მე მივხვდი, რომ ჩვენ დიახაც უნდა მივხედოთ მათ შორის ცალკეულმა პოლიტიკურ პარტიებმა, სამოქალაქო ჯგუფებმა აქტიურად ამ პროცესს დამოუკიდებად. ძირითად საკითხებში ვიყოთ კოორდინაციაში, რა თქმა უნდა. დროში ცოტა შეზღუდული ვარ. არა, ჩვენ ვართ უბრალოდ ეხლა ფუჭად დროს მე პირადად არ დავ. სალომე ზურაბიშვილის ფორმატში თქვენ არ მიდიხართ. იცით რა არის? ბოლო შეხვედრაზე არის. ბოლო შეხვედრაზე. არა, ბოლო შეხვედრაზე არ ვიდებ, მისთვის ვი არის კარგი, თუმცა რასაც ახლა თქვენ გეუბნებით, მას ვთქვარი პირადად. ის რასაც ქალბატონ ზურაბიშვილი ბოლო მის ბრიფინგზე, გამართულ ბრიფინგზე საუბრობდა. ამას რატო საუბრობ, იცით? იმიტომ რომ უნდა იცოდეს საზოგადოება რა არის ხელშემშელი, რაც ნორმალურია. როდესაც რაღაცები ვერ გვარდება პუბლიციზმს მიღვა, ამაზე დაშვებული ასე თქვა დოზით უნდა ისაუბრო საჯაროდ, ხო? მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მიიღეს მონაწილეობას, განაცხადა ქალბატონ ზურაბიშვილმა, ხო? ზუსტად 1 საათში იქ ყოფა ერთმა პარტიამ დააფიქსირეს მათი სუვერენული უფლებაა, რომ ისინი აპირებენ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას. დავა კონკრეტულად ვინ იყო? არა, ბატონი გახარიას პარტია ფიქრობს ანიხილავს ეს მათი უფლება კიდევ ერთხელ ამბობ. მაგრამ საქმიანობის პერიოდიც გააფართოვა ამ ბატონო, ამიტომ საგარეო ქალბატონ ზურაბიშვილის ბადალი არ ყავს, რა თქმა უნდა, იმ საქმეში, რომელსაც ის აკეთებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით საპროტესტო მოძრაობას, რა თქმა უნდა, ჭირდება სხვა იმპულსი, ჭირდება სხვა координация, რომელსაც წელი დასვით ამ ფორმატთან დაკავშირებით პირადად თქვენ, ანუ ბოლომდე ჩაიგდეთ. მე პირადად მე არ ვარ, პირადად მე ამდენად გეუბნებით. არაპირებთ შეხვედრაში. არა, იმიტომ რომ გეუბნებით მე ანუ თქვენ გამოეთიშეთ ფორმატს. არა, კოალიცია ცვლილებების ახლა ელენე ხოშტარიეხი ესწრება მე პირადად. თქვენ არ ესწრებით. მე არ ვესწრები, ამბობენ რომ დავესწრო. რატომ უნდა დავესწრო? აი რატომ უნდა დავესწრო, როდესაც 31 გვარამია? დიახ, ჩვენ იგივე პოზიციაზე. 31 მარტის სამი კვირით ადრე დაანონსებულ აქციას უკავშირი ქონდა მოლოდინი ხო გაჩნდა ოჯახი წევრები მეკითხებოდნენ მოლოდინით იყვნენ ხო და როდესაც მოლოდინი ჩდება უნდა ვუპასუხოთ ამ მოლოდინს მინიმუმ ის უნდა გვეთქვა რომ ჩვენ უკან დასახელ გზებს არ ვიტოვებთ პოლიტიკური პარტიები ამ საკითხებში ვართ ერთიანები მათ შორის რაც არ უნდა მავალმა თქვას რომ იცით რა ხელოვნურად გაჩენილი საკითხია დღის წესრიგში ხა ვიღაცა აპირებს არჩევნებზე გასვლას თუ არ აპირებს მაპატეთ არ არის ეს ხელოვნურად გაჩენილი ხო ეს სხვა თემაა ბატონო ნიკა მაგრამ მოდით დავხვდეთ სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებების ფორმატს ესე იგი ასეთი მოცემულობა თქვენი კოალიციიდან ვინ არის თქვენს პოზიციაზე ნიკა გვარამია ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე მე ვფიქრობ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, ელენეც, ნიკაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, იქ სადაც იქნება რაიმე მოსალაპარაკებელი პირდაპირ გეუბნებით, ახლა ვაპირებთ აქტიურად საზოგადოებასთან მუშაობას და ვიყოთ იმ პროტესტის ხარდაჭერები არა, აქტიური მონაწილეები, მაგრამ აქტიურად პასუხისმგებლობის აღებაც, რომელიც გულისხმობს არა სიგიჟეების ჩადენას, იმიტომ რომ მამას მოაწონო თავი და უბრალოდ ყოჩა ცოტა რთულად წარმოვიდგინე ბატონო ნიკა კოალიციის ფორმატში რამდენიმე პარტია ხართ თქვენ ამბობთ არ ვენდობიან ფორმატს არ მომწონს არ ვენდობი სხვა შეფასებარი არა არ ვენდობი სულ ძალიან ძიმე შეფასება იმედები გაგიცრუათ იმედები მე არ გამიშვა ფუჭად რო არ ვიდა დავკარგო ვერ შეთანხმდით თქვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე ეს არ არის ჩემი პრობლემა მე ვიხავი გულწრფელი ქალბატონ ზურაბიშვილთან მას მე ვუხარი რომ კოალიციაში ხომ ხართ
კოალიციაში განსხვავებული ეს პოზიციები და თქვენს ამომრჩეველს მათ შორის რას ნიშნავს? ანუ ზურაბიშვილის ფორმატში ელენე ხოშტარია მონაწილეობას თვითმმართველობის საკითხი საგარეო მიმართულებით კოორდინაცია არსებობს. მე ვერ ვიტყვი რომ სხვა მხრივ რაიმე ტიპის რაიმე მარგი ქმედების კოეფიციენტის ნიშნები შეიმჩნევა. ალბათ გეუბნებით. თვითმმართველობის საკითხზე ეს მოვლენა, ეს თქვენი გადაწყვეტილება. ნიკა მელია ამ ფორმატში ჩართვას სანამ საკმაო საკითხებზე პოზიცია არ არსებობს იმ ადამიანთან უბრალოდ შეუძლებელი არის საქმიანად საუბარი. შეუძლებელია პირდაპირ გეუბნებით. ეს არის პარტია ახალის გადაწყვეტილება. არა, ეს არის კოალიციის გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული. მე არ მესმის, რატომ შეიძლება არ დააფიქსირო პოზიცია დღეს, რომელიც მოსმენას ბევრ ადამიანს სურს, ბევრს არა უმრავლესობას. ეს აქტიურად გება და ის როდესაც საუბრობს საზოგადოების საპატივცემულო ნაწილი არა, საპატივცემულო. იმიტომ არ მოწვევ დრო არ მოწვევ. გავიგეთ, ეხლა შედეგი რა იქნება ამის? ანუ თქვენ გამოეთიშებით სრულად საინტერესო საკითხი იქნება და ზოგჯერ არ მიხვალთ. უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რას იკეთებ ნახეთ საგარეო მიმართულების გარდა. საერთოდ ჩაიქნიეთ ხელი საბოლოოდ. არც დავდიოდი გურამ, როდის მაგათ გამოეთიშეთ ფორმატს. არ დავდიოდი პირადად, ერთხელ მივედი, რაზეც ეხავ საუბრობ, მხოლოდ 5%. ხოშტარია მიდიოდა მაგალითად. ნიკაც ნიკაც იყოდი ახლა. არამიაც იყო. კი ბატონო. ნიკა, ამიტომ დაზუსტება, ეს არის კოალიციის გადაწყვეტილება, პარტია ახალის გადაწყვეტილება თუ ნიკა მელიას და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეს არის კოალიციის გადაწყვეტილება. თუ კი ვინმე ამ ფორმატში მონაწილეობას მიიღებს კოალიციიდან, ეხლა მე როგორ დავუშლი, ხო? მაგრამ მიმაჩნია, რომ უბრალოდ არის დაკარგული დრო და ფუჭად გასროლი საათები და დღეები, როდესაც შესაძლებელია ველაპარაკები 24 საათის განმავლობაში ადამიანს, რომელიც აგერ ორ თვეში შეიძლება გავიდეს თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად. როგორ დავუშლი კოალიციის იდეაც ხო ეს არის, რომ რაღაც საერთო პოზიცია გქონდეთ და საერთო მე ახლა საერთო პოზიცია გვაქვს, უფრთხილდებით იმ საგარეო ფრონტს, რომელზეც ნამდვილად მუშაობა სწორად წარიმართება. ეს არის სხვათა შორის ხმები, თქვენამდეც მოვიდოდა, რომ კოალიციაში არის პრობლემები, ეს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე რაც არსებობს, სხვა თემებიც განიხილება თითქოს, არის რაიმე მოლოდინი უნდა შეიქმნას, რომ შესაძლოა ეს კოალიცია ამ ფორმით აღარ გაგრძელდეს, მათ შორის ნახეთ სამი ახალგაზრდა ლიდერის პარტია დატოვა სამმა ახალგაზრდა ლიდერმა. მაგრამ აი ამ ხრივ კოალიცია რანაირი საფრთხე არ ემუქრება ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საზოგადოებას, ახლა ძალიან ეგოისტურად არ ჩამითვალოთ პარტია ახალის ინტერესის გამტარებელი, არ ჩამითვალოთ კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობ. ხალხის ინტერესი სადაც არის, აი ძალიან დიდი ამბიცია რომ იქ ვიყოთ. ვიყოთ იქ სადაც ხარიშხალია ნამდვილად. აქედან გამომდინარე, როდესაც ზურაბიშვილიც რომ ის ხალხთან ყოფნის წარმატებები მას, ჩვენ გქონდა საუბარი გურამ და რაც კარს მიღმა გქონდა მე და სალომე ზურაბიშვილს. ხო ეხლა რატომ დავისაუბრო აქ უბრალოდ 5% რაღაცა მაქსიმუმ 10% გითხარით, მე მას ჩემი წრომა უთხარი, მე არ მჯერა, როდესაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაიმე პროცესი წინამძღოლობის ასე თქვა სურვილი ან ამბიცია არ დააფიქსიროს პოზიცია. არ დააფიქსიროს პოზიცია. განა იცი და ერთობა როდესაც ჩვენ გამოკიდებულდება, ხო იცი? ხალხის კითხვების საპასუხოდ დაახლოებით 2 თვეა ჩვენ მას ვეპატიჟებით გადაცემაში, უბრალოდ მაყურებელმა ეს უნდა იცოდეს. წარმატებები მას მოდის ჯერჯერობით წარმატებები მას, ნამდვილად წარმატებები მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფია გვაქვს და ესეც არის ნამდვილად საკმარისი ხარისხის კოორდინაცია. თუ სადმე არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში მასიურად ეს არჩევნები გაყალბდა 2018 წელს ნამდვილად მახსოვს და ჩვენ წინაშე ადამიანი, რომელიც ათასობით ადამიანთან ერთად მის ინაგურაციის ჩასაშლელად მიდიოდა თელავში. ფიზიკურად ჩასაშლელად მიდიოდა და ნუ ეს არჩევნები იყო არანორმალურად გაყალბებული. მაგრამ მას შემდეგ რაც 2022 წლიდან მან დაიკავა სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია და დადგა ქართველი ხალხის გვერდით, რა თქმა უნდა, თან ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებდით, მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, რომ გაყალბებული იყო არჩევნები, ანუ არა, პროტესტში, აღიარდა პროტესტი, ეხლა ქონდა ხალბატონს სტატუსი მოქმედი პრეზიდენტის, ხო, სანამ იყო. როგორი ხალხი? არა, მე იმას გულისხმობ, თუ როდესაც ქართველი ხალხის ჩვენ როდესაც მან დაიკავა პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო თქვენთვის. არა, ის არჩევნები იყო არანორმალურად გაყალბებული და რეჟიმის შენებას სული ივანიშვილმა ჩაუდგა
საფუძველი ჩაუყარა 2018 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ ამ ქვეყანაში მან შეიძლება არჩევნები წააგოს და მაშინ დაიწყო. ასევე მე რას ვისურვებდი, როდესაც ერთობაზე ვსაუბრობდი, მე ვცდილობ აი ამ საკითხებზე საუბრით ყველას გავცე პასუხი და კიდევ ერთხელ ვამბობ, გონია რომ ეს არის დიახად პირიქით სასარგებლო ან კათაზისია რა, აღარ არის ვიღაცის კრიტიკა. როდესაც ჩემი დამოკიდებულება ახლანდელი ნაციონალური მოძრაობის მიმართ გასაგებია ბევრისთვის, ხო? და მომავალში ამასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, როცა ივანიშვილი საქართველოს არ იქნება მოკლედ სახეზე. მაგრამ პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი. და შენ როდესაც გაქვს ამბიცია იყო ლიდერი რაღაცა პროტესტის, ერთხელ ყასიდად მაინც უნდა თქვა, რომ მე ხუთე პრეზიდენტი ვარ, ის მესამეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის დიდი სიყვარული არ არის დაკარგული, ისიც პოლიტიკური პატიმარი ერთხელ არ თქვა. უნდა შეეწყალებინა ისე. შეწყალებაზე არ ვსაუბრობ, ამ წუთის გომაროდ მან მისი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა გონია, რომ ისტორია მისთვის არასასარგებლოდ შეაფასებს მას. ეს რადგან მე ხარ საუბრობ, ცოტა სიყალბე იქნებოდა, თუ ის მიიჩნევს მას პოლიტპატიმრად, მაშინ უნდა შეეწყალებინა, რომ მაგას საუბრობ, გურა, ბიახად. ახლა სალომე ზურაბიშვილი რომ გამოვიდეს, თუნდაც 31 მარტს განეცხადებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ისევ რაღაც სიყალბეში არა, ახლა არა დაიჯერებს. პოლიტპატიმარია? ანუ სალომე ზურაბიშვილი მაშინ ნუ გაგ ამბიცია. ცხადებას ვინ დაიჯერებს, როცა მან თქვა რომ არა და არასდროს ზუსტად იმიტომ რომ არ მიიჩნევს მათ. მან დააფიქსირა ეს პოზიცია, მაგრამ ნახეთ მომავლის გადმოსახედიდან 2050 წლიდან გადმოვიხედოთ 2000 არ ვიცი ხო 26-27-ში. რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ და ვიკამათეთ რა კითხვებიც არაჩვეულებო ხალხმა მედამისვა. ამ ყველაფერს ხომ წვერი წაეყრება და თავარი დარჩება. ჩემ შვილიშვილს სავარაუდოდ ეცოდინება მარტივი რამ, რომ ვა რუსებს ვებძოდით 2000 იდგა 24-25 წელი, იყო პრეზიდენტი, ერთი ქალი, იყო მეორე პრეზიდენტი, ყოფილი ის ციხეში. ის რუსების მიერ დაპატიმრებული, ეს რუსებს ებრძოდა, ამან არ შეიძლება. აი ეს დარჩება. აი ამას ხედავ, აი როგორც ახლა თქვენ შეგეხებით, ისე ხედავ. ეს მისი გადაწყვეტილება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩემის აზრით ისტორია მას მძიმედ შეაფასებს. მის ამ ნაბიჯს, მოდით ასე ვთქვათ. თუმცა იმის თქმას, გადავდოთ შეწყალების საკითხი, იმის თქმას რომ პოლიტიკური პატიმარია წინ რა უდგას. მაშინ შეეწყალებინა. ეხლა რა უდგას? ეხლა ვერ შეიწყალა, ეხლა ბევრი ეს პასუხი. ვაიმე გურა მე 2022 წელს შემობატონო იმაში კარვებში იდგა ხალხი და ცემატყეპა ქონდა და იქვე სოლოლაკში სალობიაში იყო, მაგრამ იმის შემდეგ ხო აღდგა. მისგან სიყალბეს. არა, სიყალბის ნატამალი აღარ უნდა იყოს პროცესში. როდესაც დიდი ხარისხის სიყალბეა, ეს ფაქტორები ხელს უშლის იმ ხარისხის კომუნიკაციას, რომელიც გადალახვადი არის ნამდვილად, რასაც ითხოვს საზოგადოების განსაკუთრებით აქტიური ნაწილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პრობლემა როდის მოგვარდება? ყველა მიტვირთოს ის ფუნქცია, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ. მე გეუბნებით, თუ კი შენ ადამიანი ამ შავს არქევს შავს და პოლიტპატიმარს არქევს პოლიტპატიმარს, თუ კი შენ რუსული რეჟიმის არ ვიცი წარმომადგენლად თვლი ყველას, ვინც კი მართვის სადავეებთან არის, გაგიყალბეს არჩევნები არა, დაგიწერეს ის რაც გინდოდა, გაგიუქმეს ელემენტარული დემოკრატიული, ასე თქვა, ნორმაც კი, რომელიც არსებობდა ამ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე და დამკვირვებელიც კი უბრალოდ ვერ შეუმოწმოს პირადობის მოწმობას უბნის დონეზე ამომრჩევას, ხო? ვინც კარუსელში იღებს მონაწილეობას და ბევრი სხვა საკითხი აგეჩება ბატონო, ფულს რო გრანტის სახით მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუნდაც კობახიძესთან უნდა შეთანხმდეს. ეს რეალობა რო დგას, რატო ვერ უნდა თქვა, რომ აი ამ რეალობაში არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, შედგებოდა ერთობა, შედგებოდა ყველა შორის, შეიცვლებოდა გარემოებები, რომლის წინაპირობებსაც აუცილებლად შექმნით ჩვენ ოპოზიცია, ყველა მივიღებდით მონაწილეობას ამარჩევნებში. დასახელებია, რატომ არ გამოვა, იცით? არ გამოვა. როცა თქვენ მოითხოვეთ დაკურულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის გადასხმებისგან, რომ პოზიცია დაგეფიქსირებინა ამ თემაზე, არგუმენტად რა მიიღეთ? არ სიამოვნებთ, ვიცი რომ ბევრ ადამიანს ყველას არა პატივცემ ლელოში. არ სიამოვნებთ, როდესაც მე ამ საკითხზე ვსაუბრობ, მაგრამ აქ რა, ასე მჯერა. თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. იმიტომ მეც მოვითხოვდი ხალბატონის ზურაბიშვილისგან, პირდაპირ გეუბნებით.
ეხლა ფოკუსის გადატანა არის ამდენი ხნით ადრე საუბარი რა ფოკუსის გადატანა არის საკვანძო საკითხებზე შეუთანხმებლობის გარეშე როგორ არის შესაძლებელი შედგეს მაღალი ხარისხის თუნდაც კოორდინაცია ანუ თანამშრომლობა. კარგი, იცით აი რაღაცა ისე მოგდის რომ სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეც ვლაპარაკობთ ვიდრე რეჟიმზე. არა, თქვენ გითხეთ, რასაც მოგითხეთ. რეჟიმზე ვსაუბრობ 24 საათის განმავლობაში, მაგრამ დადგეს აი მაინც დავუშვათ ის ალბათობა, რაზეც მithქმა არის რომ თითქოს ემზადება ქართული ოცნება ვადამდელი ხელახალი არჩევნებისთვის. ნუ ეს დაშვების დონეზე რაღაც ვერსიად გაჩნდა. ამორჩეველი თქვენს სამკითხებში არ ამოვიდა, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში სვამს ასეთ კითხვას, რომ დავუშვათ დაინიშნა ხელახალი არჩევნები. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გაყალბებისგან დავიცვათ? ხო, ანუ არ შეიცვალა არაფერი, მაგრამ კოალიცია ცვლილებები და სხვა პოლიტიკური პარტიებიც მიგიათ განაცხადა ძალიან ძიმე რისკზე წავედით, იმიტომ რომ არჩევნებში რა უხარისხოდაც არ უნდა ტარდებოდეს არჩევნებში პოლიტიკური პარტია როდესაც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს უდიდესი რისკია რომ ეს პოლიტიკური პარტია როგორც პარტია გარდაიცვალოს პირდაპირ გეუბნებით გამარგინალდეს და ამის მაგალითები 90-იან წლებში ყოფილა მაგრამ ამ რისკზე წავედით უკან დასახები გზა არ დავიტოვეთ და ეს უკან დასახები გზა შეიძლებოდა თავისუფლად დაგვეტოვებია პარტიის გადარჩენის мотивაციით მხოლოდ რომ ვიცით რა პარტია გადავარჩინოთ და მოდით ვიყოთ ნახევრად გულწრფელები ან ნახევრად არაგულწრფელები არ გავაკეთეთ არ გადავდით ეს ნაბიჯი და ჩვენთვის და ამაზე ვსაუბრობთ პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთის მხრივ მიგვაჩნია რომ ერთობას ახლა ამ საკითხში ეკნებოდა ძალიან დიდი ძალა და ყველაფერს თავი დაავნება ამ ინიციატივას არ წაგართვევდა ქართული ოცნება და ქართული ოცნება ეს ინიციატივა წაგართვევდა გითხრა იმან თქვენ რომ შეიკრიბოთ და ხვალდაზე უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე მე უკვე ვაპირებ თქვენს გაუქმებას. ანუ ინიციატივა წაგათვა. ანუ ძალიან ძლავრი პოლიტიკური სულების გარეშე თუ ერთობაზე ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების, ხომ? დღისესთვის ვერ შექმნი. ჩვენ თუ გვინდა უბრალოდ კომენტატორებად ვიქცეთ ნამდვილად, ხო? ეს ასე არ გამოვა, ფონს ასე ვერ გავვათ. მე ეჭვი რომ ოდენავ მაინც მეპარებოდეს რომ ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება ხო მე თქვენთან გადაცემაში არ ვიქნებოდი და ყოველდღე არ ვიმუშავებდი მეგობრებთან ერთად და ასობით თანამებრძოლთან ერთად მაგრამ მინდა ადრე ვიდრე გვიან მაგრამ ამ რისკზე უნდა წახვიდე რა ელისო უკან დასახელები გზა იმიტომ რომ ამას რუსთაველზე მყოფი ადამიანების ნაწილი ხედავს ნაწილი ვერ ხედავს მაგრამ მარტო რუსთაველი ახლა 200 და 250 ადამიანი ვდგავართო ზეითად ბირთვი ხო 200 და 250 1000-ზე მდგარა მაგრამ კიდევ დადგება დიდ უმრავლესობას არ ესმის. რატომ არ ვართ მნიშვნელოვან საკითხებში ერთიანები? მე არ მესმის და რაც არ უნდა ეხლა ჩამძახონ, რომ იცით 6 თვით ადრე ამაზე რატო ვსაუბრობ? ეხლა ყველამ ხო ვიცით განსაკუთრებით სუბიექტები ვინც ვართ საარჩევნო ხოლმე, ხო? 6 თვით ადრე კი არის 6 თვეში კი არ იღებს გადაწყვეტილებას არჩევნების წინადღის, არჩევნების გახვალ თუ არა. თვეებით ადრე იღებ. მაგრამ ჩვენთვის ეს არის დამატებითი ენერგიის მომცემი და мотивაციის, როდესაც ვიცი რომ აი პოლიტიკური ოპოზიციური კლასი მიდიან აბსოლუტურ ვაბანკზე რისკავენ უკან მართლა დასახევს არიტოვები და კიდევ ერთხელ ვამბობ შეიძლება არ უნდა ვამბობ პოლიტიკური პარტიებისთვის ეს არის უდიდესი რისკის შემცველი შეიძლება გარდაიცვალოს პანტაპოდით ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თუ ის გამოტოვებს არჩევნებს ჩვენ გადავდგეთ ეს ნაბიჯი და განსაკუთრებით სხვებმა ვერა მე ნიშანს არ ვუგებ მე უბრალოდ პროცესის გაძლიერება მსურს და პროცესი ვერ გაძლიერდება სიცხადის და მკაფიობის გარეშე. არის კიდე საზოგადოების არა, პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი, რომელიც დებატებს ვითხოვს. 24 საათი და ეს დრო შეუჭირავს და სასიამოვნოა, მაგრამ ამავე დროს გეუბნება ახლა არ ვისაო. ხო, ამ დებატები რაზეა მიუღებელი? და ამავე დროს გეუბნებიან რომ ახლა არ ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნდობის ხარისხი შემცირებული არის ამ ქვეყანაში, არ ვიცი, კარის მეზობლები აღარ გია, ოჯახის წევრები არ ენდობიან ისე როგორც უნდა ენდობოდნენ. უნდობლობის კლიმატია. ჩაკეტა ვინმე დებატების არა, პარტიებს შორის პოლიტიკოსები ხო არა, მესმის, ხო, თუნდაც პოლიტიკოსების ინიციატივები მე არ მსმენია, რომ რამე თემაზე ვისაუბროთ და რამეზე არა არის ეს. თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი
რომ თითქოს ივანიშვილის თითქოსზე ასხამს ხალხზე ეს პოზიცია ხომ მოგვისვენია ნამდვილად ხო ამიტომ უნდობლობის კლიმატი როდესაც ქვეყანაში არსებობს და 2020 წლის მაგალითი გვაქვს როცა საპარლამენტო ბოიკოტი მოირღვა როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ანგარიშს უწევდა ივანიშვილის რეჟიმი ხო მაშინ დაირღვა ის ბოიკოტი და ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს დღესაც ზაღლის ნაკმენივით არის ხა არ იფიქროთ რომ ვიღაცას არ უპატიო არავითარ შემთხვევაში ხო განსაკუთრებით რთული იყო როდესაც ბოიკოტი დაირღვა რაც არ უნდა სამართლიანი საფუძველი ყოფილიყო როცა ციხეში ვიყავი და იმიტომ ვიყავი რომ ბოიკოტი გაგრძელებული იყო თორე ხა რუსთავის საკნის მოსანახულება ნამდვილად არ ვისურვარ ამიტომ მაპატიეთ მაყურებელს ვეუბნები რომ 100%-ით თუ არ მაქვს მე ხან ნდობა ყველაზე საპატივცემულო ადამიანებთან მიმართებაშიც კი ვინც ჯერ კიდევ არ აფიქსირებს პოზიციას რომ ისინი ამ რეალობაში არ მიიღებენ მონაწილეობას უბრალოდ ახირება არ არის მგონია რომ ერთსულოვანი პოზიცია ამ მნიშვნელოვან საკითხზე გააძლიერებს წინააღმდეგობრივ მოძრაობას და შეასუსტებს მოკლედ ივანიშვილის დაზუსტება თუ შეიძლება მათი საჯარო პოზიციები ვიცით რატომაც ფიქრობენ ასე შეიძლება არ დააკონკრეტოთ მაგრამ ამ საჯაროდ ცნობილი მათი არგუმენტების მიღმა იყო დახურულ შეხვედრაზე რამე კიდე რაც მათ დაასახელეს ამის ბატონ გახარიას პოზიცია პარტიული პოზიცია არის ისეთი როგორიც არის ხო არა საჯაროდ რაც ვიცით მიღმა კიდე დახურულ შეხვედრაზე უფრო მეტი ხომ არ თქმულა რატომ ვერ ახერხებენ ამ ნუ ეს პოზიცია აქვთ რაც საჯაროდ ეს პოზიცია აქვთ რაც ჩემთვის გაუგებარია მინიმუმ მაქსიმუმ უბრალოდ ეხა ეჭვიანობა ჩვენი პროფესიული დაავადება კი არ არის რატო ჩვენ ემპირიული რაღაცა მაგალითები გვაქვს და გითხარით ხო გითხარით რა მომენტში დავინახე რომ რაღაცა მოკლედ ნაკლი იჩინა და იმ პროცესში რიხაც პოზიცია არ იყო სწორად შერჩეული რაც უნდა ახალ დღის წესრიგს თქვენგან ახალისგან უნდა ველოდოთ როგორ აუცილებლად ძალიან მალე იმედი მაქვს ყველა ადამიანს ორაცია 250 ჩამოწერეთ იქ შენიშვნები შეკითხვებიდან რამე არ გამოგრჩეს ამის მეშინია ყველას გავცეთ პასუხი ანუ თქვენ გვიდასტურებთ იმას რომ კოალიციას ერთიანობის კრიზისი ან პრობლემა ამ ეტაპზე არ არის პარტიული ზღვარი ამ პროცესშია თლიანად ზოგადად თუ კოალიციური ზღვარი პარტიული ზღვარი არის წაშლილი ნამდვილად წაშლილი მე არ ვარ აი იმის მომხრე რომ აი მოძღვრება კაცობრიობის დასასრულის შესახებ გამავითარო ახლა თქვენ დარწმუნებული ვარ რომ ჯებირები მოირღვევა ჯერ ამ ყველაფერს არა რა ჩვენ ყველაში რატომ ხო და ამაზე გეკითხები ივანიშვილის ჯებირები არა თქვენ კოალიციაში რამდენად მყარია ერთობა ის გვაინტერესებს რადგან მყარია ის რომ სამა ახალგაზრდა დატოვა ერთ-ერთი კოალიციის შემადგენელი პარტიის რიგები წარმატებები უსურვება ახლაც და გადავიკეთებით ზოლისოზე ხარ შეიძლება კიდევ ვინმე დატოვოს კოალიცია არ როგორ გითხრათ ეხლა რა დატოვებს 5 შემოგვიერთება 15 ეს ასეა ყოველთვის მაგრამ ჩემთვის ნიშნავენია და ჩემთვისაც ნიკასთვისაც პარტია ახალისთვისაც, ზავით ელენისთვისაც, ზურასთვისაც, რომ საზოგადოებასთან ვიყო ძალიან აქტიურები. ეხლა მე მაგალითად არჩევნებზე ხვები ვერ დაიცვეს ეხლა. უნდა ენახა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს ივლისის თვეში, რომ წარმოშობით ხართ თქვენ ზუგდიდიდან, ხო? ეხლა ივლისის თვის ზუგდიდი მახსოვს 2024 წელს. ზუგდიდელები, ხო იცი ტემპერამენტი ძალიან მაღალია სამეგრელოში პოლიტიკურად აქტიური ხალხი. ყოველ მესამე ადამიანს არჩევნებზე წასვლის სურვილი არ ქონდა. ანუ არ ჯეროდათ გაყალბდება შვილო არჩევნები და რა აზრი აქვს იქ წასვლას აი ამას გეუბნებოდნენ იქ რა აზრი აქვს გაყალბდება ყოველ მესამე ადამიანს მეოთხე ადამიანს არჩევნებზე უდიდეს ერთი დღე არ ყოფილა მე პირადად თბილისში საარჩევნო კამპანიის დროს ერთი დღეც არ ყოფილა ნიკა იყო თბილისში სხვა ლიდერები იყვნენ თბილისში და სხვა საქმეებით მნიშვნელოვანი დაკავებული მხოლოდ რეგიონებში რაც მოუსწარ ხო მოხერხდა და სხვა ლიდერების და ავის ყველა ადამიანის ჟურნალი მედია ის როლი თამაშა მოხერხდა და სამ თვეში ნახევარში ბევრი წავიდა
მე კინაღამ ჩავარდი დეპრესიულ მორებში ივლისის თვეში, აგეროს ჩემი ზუგდიდელი თანამებრძოლები, მეგობრები, ოჯახის წევრები მიყვებდნენ, ვერ ვიცანი ზუგდიდი. ხანს არჩევნებზე წასვლა არ უნდოდა. და ესე კარ, ეზო ვიარეთ, კამპანია ვაწარმოეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა წასვლა ღირდა. აი ის განწყობა, ან იმის ნახევარის, რომ შენარჩუნებულიყო გურამ ელისო. არავითარ შემთხვევაში, აი ამ მასშტაბის გაყალბება ამათ არ მოუწევდათ. არ მოუწევდათ უბრალოდ და არც არავინ იყვირებდა, რომ არჩევნები გაყავდა თუ არ იქნებოდა გამოცხადება უმაღლესი. მოხერხდა ეს ყველაფერი, ამ ხალხმა აქტიურობით ხელი შეუშალა ქართულ ოცნებას, რომ თეთრი ხელთათმანებით ემუშავა არჩევნების, არჩევნებს რო აყალბებდა, თქვენ გონიათ ისე უნდოდა გაყალბება, რომ თელ სოფლიოს ეყვირა, რომ არჩევნები გაყალბდაო, სხვანაირად უნდოდათ. არ მიცა შესაძლებლობა პარტიების აქტიური ჩართულობითაც. ამის შემდეგ გითხარით, უკვე პარტიები როგორ მოიქცნენ. და ახლა ვართ იმ ფაზაში, სადაც უწყვეტობა არის შესანარჩუნებელი, მაგრამ აქტიური მუშაობა არის ერთმანეთთან. ჩვენ ბაცილები რწმენის უნდა შევიტანოთ. არის ხალხი ჩვენს გარშემო, ვისაც 6-7 თვის ბრძოლის თავზე თუ შედეგს ვერ დაანახებ, ის ნიჰილისტურად არის განწყობილი. პირიქით უნდა იყოს ეს. ბატონო ნიკას, შორის რო არ ამგონია უმეტესობა ჩვენზე არ მუშაობდეს. ეს ბაცილები რო არ შევიდეს ნიჰილიზმის, ხო? საჭიროა რომ თქვენც იყოთ იქ ხშირად, ფიზიკურად. თქვენი ფიზიკური ყოფნა ნიშნავს მათთვის რაღაცა ძალის მიცემას და რატომ არ დადიხართ აქციაზე ხშირად? ეს იყო კითხვა ერთ-ერთი. შეუთავსეთ თუ ბევრი საქმე გაქვთ. ქალბატონი ამბობდა რომ მე აქციაზე მოვდივარ დიდი ღმიდან სამსახურის მერეო. პოლიტიკოსი, იმის პოლიტიკოსია, რომ ყველაფერს უნდა ასწრებდესო. მაგალითად, ელენე ხოშტარია როცა იყო აქ ჩვენს სტუდიაში იგივე სავარძელში, მან განმარტა, რატომ არ მიიჩნევს ამ აუცილებლად ძალიან ხშირად თქვენ რა მიზეზი ეტაპზე ძალიან ხშირად პრაქტიკულად ყოველ დღე იყო ხა პერიოდი, უკანასკნელი პერიოდი, მე პირდაპირ გეუბნები 31 მარტს იმ კონკრეტულ დღეს მე აქციაზე არ ყოფილვარ. მე ვიცოდი რა განცხადება, ანუ არაფერი საპნის ბუშტიც არ იქნებოდა ნამდვილად და არ მინდოდა ყოფილიყავი იმ როლში, ჩემს გვერდით მდგომი ადამიანი კითხებს დამისვამდა და მე ხა კრიტიკით უნდა გამომეჩინა თავი იქ იმ წუთას, იქ და იმ წუთას. ნამდვილად ამიტომ თუმცა ამას ჰქონდა და მანამდე პირდაპირ გულწრფელად არ ხო თქვი სიმართლე. მაჩოს 30 მარტთან დაკავშირებით მანამდე თითქმის ყოველ დღე რუსთავის განზრზე ვიყავი და ახლა ვაპირებ. აქედანაც მივდივარ და ვაპირებ მანამ ფიზიკურად და გაცილებით აქტიურად ვიდრე ბოლო პერიოდში და ისე როგორც ალბათ ბევრს ახსოვს ჩვენი აქტიურობა. თქვენი სათქმელით მიდით იქ სალომე ზურაბიშვილის ორგანიზაციის ხო იქ იყო საყვედური იმასთან დაკავშირებით რომ კი მოდიან ხშირად აი არა მოსვლა არა ერთი საყვედური უბრალოდ მინდა გადმოგცეთ მაგრამ ხშირად აი არ გველაპარაკებიან მოვიდნენ ჩვენთან და გველაპარაკონ დისკუსია გავმართოთ ვიკამათოთო ესეც იყო ერთი არა ბატონო იმედი გადავიკეთები ხშირი კომენტარი რაც ახლა შემხვდა ჩვენი ეთერის მიმდინარეობისას არის თვითონ დაშალა რამდენიმე აქციაო თქვენს მიმართ ხო ნუ ეხა არის ასეთი საზოგადოება ვისაც ჯეროდა რომ მაგალითად ხალხი როდესაც იყო თავისუფლების მოედანზე ხო ნუ ვერ გადავაფიქრებიებ ასეთ კატეგორიას ვერ ეგონა რომ თუ არ დაიშლებოდა ესეთი ხალხი წყლის ჭავლი და რობოკოპები და ცხვირპირის გაერთიანებამ ვერ დაშალა აქციები 200 მეტრით გავიდოდა ხალხი და უკან ბრუნდებოდა ადამიანს სახში წასვლა არ უნდოდეს და ლიდერმა უთხრას რომ ეხა თქვენ დაიხურეთ ხუთი და სახში წადით იმ ლიდერს ჩამოვაგდებდნენ სცენიდან. როდი დაახლოებით ვიცი რა კატეგორიის ადამიანი წეს ახლა ამას, რომ მაგალითად მიხეილ სააკაშვილი რო იჯდა ციხეში, ხალხი რო იყო ქუჩაში, როგორ არ დავიხსენით, ჩვენ ციხიდან და როგორ არ შევარდით ბიმამეთში და იმაში. არა, მე რიგით როგორ აქციები 4 თვე არ გრძელდება. არა, ელისო პირველი არ არის. მე არ ვარ ახლა პრეტენზიით, უბრალოდ ამ ფორმითაც ვპასუხობ. აი ესეთი ვარ როგორიც ვარ. თავისი შეცდომებით, თავისი უპირატესობებით, მაგრამ მოლოდინი არ მინდა ყალბი გავაჩინო. ვიღაცას ყალბი მოლოდინი აქვს რომ შეიკრიბება ერთჯერადად ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა და იმ დღესვე 3 საათში გადმოვაგდებთ რეჟიმს, არ ვიცი, მე-7 სართულიდან. არა, ეს მოლოდინი ჩვენს რესპონდენტებს არ ქონდათ. მარათონული არა, ეს კომენტარია სოციალურ მე კომენტარს უპასუხობ.
მომენტას უპასუხე ეს არის. კი ბატონო, ნიკა, დღევანდელ რომ დაუბრუნდეთ და მოლოდინებს. ერთ-ერთი ორგანიზატორიც თქვენ ხართ დღევანდელი შეკრების. ხო, ყოველ შემთხვევაში მოუწოდეთ თქვენს მომხრეებს, რომ მისულიყვნენ დღეს რუსთაველში. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კმაყოფილი ხართ თქვენი პარტიული მობილიზაციით დღეს საკმარისად ბევრი ადამიანი მივიდა თქვენი პარტიიდან რუსთაველში. კიდევ რა ძალიან ბევრი იქნება. ძალიან ბევრი იქნება, მათ შორის ჩვენი პარტიის, იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი ადამიანები არიან, მშობლები და შვილები არიან. რა დააკავებს პატრიოტ ადამიანს თუ აქვს შესაძლებლობა რომ ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ თუ შეიძლება, როდესაც პროტესტი არის უწყვეტი, ანუ რუტინული, მარათონული როგორც ყოველდღიური, ხო? აქ კლება არსებობს რაოდენობაში, მაგრამ ამან არ უნდა ჩაგვაგდოს ნიჰილიში 99 წლის 9 აპრილს აი ამ რუსთაველზე, რომელზეც ახლა ხალხი დგას, ხო, 21 ადამიანი მოკლეს რუსებმა. 21 ადამიანი ჯამში და იმავე დღეს გონით 16 ადამიანი მოკვდა. ხო, და ძალიან მალე არჩევნები რო ჩატარდა, აი პარტიამ, კომუნისტურმა პარტიამ 30% აიღო. 21 ქართველი მოკლეს, ახალგაზრდებიც მათ შორის, რა მნიშვნელობა აქვს? ქართველი რუსთაველის გამზირზე კომუნისტურმა პარტიამ 99 წელს. და მე ამ კომუნისტურმა პარტიამ ამ ქვეყანაში 30% აიღო. ასეთი ხალხი რაღაცა ხარდაჭერა რო ქართულ ოცნებას ექნება, ნუ გაგვიკვირდება უბრალოდ უწყვეტობას. ჩემი კითხვი არის სხვა იყო, არა, მივხვდი, უწყვეტობას აქვს. მათ შორის ჩვენს აქციის მონაწილეები რომ გადაეცით ოპოზიციას, უფრო მეტად ესაუბრეთ იმის შესახებ, გავიგეთ რომ ეს რაღაცა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტი არ არის, მაგრამ მათ ხომ შეუძლიათ აღვეხმარონ რესურსის თვალსაზრისით, თქვენ არაერთხელ ახსენეთ, მათ შორის თუნდაც ტექნიკური შესაძლებლობები და აი კონკრეტულად ხალხის მობილიზებას რაც ეხება, აი მაგალითად დღეს ხომ ყველა მიცოდა რომ ეს აქცია ორგანიზდებოდა, რატომ არ შეიძლებოდა პარტიულად, არა მხოლოდ პარტიას არ ეხება ეს ყველა პარტიას რატომ არ შეიძლება პარტიული აქტივი უფრო მეტად მობილიზოთ რომ უფრო მეტი ადამიანი ბაზარზე გამო სინაზე გამომული შინაური ცხოველი კი არ არის ეს ხალხი არის პირველ რიგში ხალხი ქართველი ხალხი არის პატრიოტი ადამიანები არიან ეს ხალხი დადიან და არანაკლებ აქვს პრეტენზია ანუ საკმარისად არანაკლებ აქვს პრეტენზია და წლებით არის საფუძვლიანი გუწმენთ პასუხობ შეიძლება ცოტა უკვე ხათაც უპასუხო ხო ასეთ პრეტენზიას იქ არიან წლების განმავლობაში წლების განმავლობაში იქ არიან ასე არ მოყვა ყველა ადამიანი იქ არის არა მარტო დიდი დიღმიდან და ყველა პარტია აქ არ გამოვარჩენ მარტო აღატი ახალ და კოალიციაში იქ არის დიახაც ყველა პარტია არ მინდა რომ გამოვარჩენ ყველა პარტია არის არ ვიცი გახარიას პარტია ლელოც არის არის ნაციონალ-მოძრაობაც სხვაებიც ვინც არიან არ ვიცი ფედერალისტები და კიდე არ გამოვარჩეს მე მათი ხო ძალიან ბევრი და პრეტენზია არის ცით რა ზოგადად ადამიანი მე შეიძლება ეხა დავიმსახურო კრიტიკა მაგრამ სამართლიან კრიტიკას მივიღებ და მივიღე კიდევაც უმრავლესობა მაგრამ პირველ რიგში ადამიანი არ არის განწყობილი რომ საკუთარი თავიდან ადანაშაულოს თუნდაც პოლიტიკოსი არ იყოს აი რაღაცა რო არ გამოდის აი და 4 თვეა ამ ბრძოლაში ვარ საკუთარ თავს არ დაადანაშაულებს ჯერ ეძებს სხვაგან ხელების გაშვერა იწყება მათ შორის პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრშიც მაგრამ აი აქ უნდა ვეცადოთ რომ ეს თვალი არ გაგვექცეს გესმით აი რომ მოერღვევა სვიტრს ხომ ეს თვალი არ გაიქცეს ის გავაჩეროთ საუბარია მე თუ არ საუბრობ და ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები თუ არ საუბრობ გონია რომ ზედმეტადაც საუბრობ რუსთაველის გამზირზე როდესაც გავდივარ მაგრამ წინასწარი განწყობაც აქვს ადამიანს გონია პირდაპირ გეუბნებით რა არ არის ამ მოლოდინს არასოდეს არ გავა გამიჩენია ეს მოლოდინი როგორ ჩანს რომ ეგონა თუ მელია სადღაცა მეგობრებთან ერთად წინა ხაზია ესე იგი უკან დგას 20000 ადამიანი ესე იგი აუცილებლად შევარდნით უნდა დასულდეს არა ნუ არ მთავრდება აუცილებლად ეს მთავრდება უდიდესი ხარდაჭერით დასავლეთის მხრიდან კომბინაციაში მოყვანილი ქვეყნის შიგნით დიდ საპროტესტო მოძრაობას. აი შეჯამება მინდოდა მომესმინა თქვენგან ნახეთ და გაგიშვებთ აქ. ასე შემთხვევაში იქნება და აი ეს უნდა ვიგრძნო და ეს უნდა როდესაც ოლიგარქის ხელში არის პროპაგანდისტული მედია, როგორც მძლავრი იერარქია, აღარაფერს აღარ უამბობს სასამართლოზე და ინსტიტუციებზე, რომელიც ყველანაირი შეფასებით მიტაცებული აქვს და ასევე არსებობს ბიზნესი, რომელიც მისი მოკავშირეა, ხო? აი ალბათ ერთი კონკრეტული გასაღები არ არსებობს, მაგრამ აი ამ ორი ძლიერი ფაქტორის განეიტრალება როგორ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ როგორც ოპოზიცია? ძალიან მოგეთ, მხოლოდ თანამდებობებით, მხოლოდ მყარი პოზიციით
და დაუღლელობით და ნებისყოფით. აი ზემოთ ვახსენე რომ თუ უშიშრობაზე გადიოდა და გამბედაობაზე პირველი თვეები ნამდვილად ხო ეხლა ნებისყოფაზე გადის. აი ხა ოპოზიცია სუსტია. ოპოზიცია მაშინ იცით რა ყველა ჩვენ და იქ ყოფი ადამიანი მატყუარები ვიქნებოდით თუ დავინახავდით ძლიერ ოპოზიციას და ამავე დროს ვიტყოდით რომ ოლიგარქიული რეჟიმი არის და რუსები მართავენ ქვეყანას. ეხლა შენ ძლიერი ოპოზიციაც გინდა, აწყობილი ლოჯისტიკაც გინდა, ესე რომ ძლიერი და უძლიერესი კოალიციებები გინდა, ძლიერი ლელო გინდა, ძლიერი გახარეს პარტია გინდა, ძლიერი ფედერალისტები გინდა, ძლიერი რა ვიცი, ყველა ვინც კი არიან, რავი, არ გამორჩეს, ხო? ბევრი და ბევრი პარტია და თან გინდა თქვა რომ ივანიშვილი რუსია, მაშინ შეუძლებელი ერთ-ერთი პირველი დარტყმა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ იყო წლების განმავლობაში და ეხა აღზავით იმუქრებიან და ასე შემდეგ. შეუძლებელია ოქსიმორონია, არ შეიძლება ყავდეს ოლიგარქი ავტოკრატიული რეჟიმი თან ძლიერი ოპოზიციური სპექტრი. აი ამ ორ კონკრეტულ ფაქტორზე როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ძლიერი მოკავშირეების დასუსტება ივანიშვილის ხელში არსებული ბიზნესი როგორც მისი მოკავშირე და პროპაგანდისტი. შეგიძლიათ საზოგადოების გაუტეხლობა ინიციატივის აღება სწორ დროს, მუხტის გაჩენა სწორ დროს და ვფიქრობ ამის გამოცდილება არსებობს და გვაქვს საზოგადოებასთან ერთად და შეთანხმებით, იმიტომ რომ არის საზოგადოების ნაწილი, აი ხა თქვენგან რო წავიდეთ ბიზნე ივანიშვილის პოლიტიკური თავი რომ მივიტანო რუსთაველის გამზირზე, მერწმუნეთ 250 ადამიანი 2 წუთში გახდება მორალური პოლიცია და გეტყვის რომ ასე არ უნდა მოგიტანოთ მისი პოლიტიკური თავიო, იმიტომ რომ უცბად ჩაერთვება კონკურენტული რაღაც ემოციები და ეს თქვენ ეს შეძელით და საყვედურებს ავიტანოთ. ამოიფრქება. არა, უცბად გეუბნებით, ეს არ არის სახუმარო თემა. სახუმარო თემა არ არის. ახლაც არის ჩვენ ხშირად ერთმანეთს აქ და ეს მომწონს ამ პროტესტში დაიბადა რეალური ძლიერი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება არ პატიოთ ელემენტარულს მიუხედავად იმისა რომ ვებრძვით რეჟიმს და ეს კარგია მომავალშიც ასეთებად უნდა დავრჩეთ. ამიტომ ჩემთვის არის დემოკრატიული სოფლიოს რეალური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ამ პროტესტში. ყველა პოლიტიკოსი, ვინც კი იტყვის, რომ ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების დაფიქსირებული პოზიციის გარეშე შეიძლება ამ პროტესტმა საქართველოში დღის სინათლე განსაკუთრებით მოკლე ვადაში იყიდოს ის ტყუის. ხო, აი ის უბრალოდ დათულ სამსახურს ყოფილიყო ეს ამერიკაში უფრო სწრაფად ყოფილიყო შედეგები, უფრო მეტი მკაფიობა, რას აკეთებს თქვენი გუნდი ამისთვის? უფრო სწრაფად რო ყოფილიყო შედეგები, ანუ ნოემბრიდან მოყოლებული სწრაფად კი მინდოდა 2020-ში მინდოდა. თქვენი პასუხისმგებლობაც ხომ არის ამ შემთხვევაში? ჩემი პასუხისმგებლობა მანამ იქნება სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის. კი, ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ალბათ 2020-შიც ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დავარწმუნა, რომელიც დღეს დარწმუნდა, რომ ივანიშვილი არის ავტოკრატიული მისწრაფებების მქონე. ჩემი პასუხისმგებლობაც არის მათ შორის, რომ 2022 წლამდე იქ ალბათ ზურაბუშის არ ჯეროდა, რომ ივანიშვილი არის ისეთი როგორც არა, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა არის. როგორ არის ჩემი პასუხისმგებლობა? გაქვთ მონიშნული რომ არ გინდათ გამოგჩეთ და აქვე უბრალოდ კომენტარები იწერება Facebook-ზე ჩვენი ლაივის პარალელურად და მეც თვალში მოხვდა კომენტარია იმასთან დაკავშირებით იმედი მაქვს ამ ეთერის შემდეგ კიდევ ერთი თვით არ გაუჩინარდებაო. არა. იცით რა არის? სისიფეს შრომაში ნამდვილად არ მინდა ყოფნა და არც ადამიანების მოტყუილება მინდა და არასოდეს არ მომიტყუილებია. შესაძლებელია კი არა დამიშვია შეცდომები, მაგრამ არ დამიშვია წინასწარ რაღაცა მოფიქრებული სქემის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მაგრამ არავის ვეტყვი თქვენს ეთერში და არა თქვენს ეთერში რომ დრო აიხა შეტევაზე გადასვლის. მოგვიქნეს მუშტი მოუქნიოთ მუშტი რას ველოდებით და ანუ ეს ადამიანი და ასეთ ადამიანები ვინც საუბრობენ თქვენს ეთერში პოლიტიკოსები არიან კაცო წავიდნენ და რაც უნდა გააკეთო პასუხისმგებლობა აიღო მე ვფიქრობ რომ არის წინაპირობები შესაქმნელი არის გარემო შესაბამისი შესაქმნელი მნიშვნელოვანია ვუყურებდეთ და მუშაობდეთ მათ შორის და ვგრძნობდეთ პულსაციას რა ხდება დასავლეთში და აი ამ დროს გაიწიოს რისკი და არა უბრალოდ ქარაფშუტული ვარაუდი რომ იცით რა აი რომელიღაცა ეთერში თუ ხმამაღლად რაღაცას დაავანოსებ ემოცია იქნება სასიამოვნო, მაგრამ ეს მოკლე ვადიანი გათვლა, 10 დღიანი გათვლა, ჩვენ გვინახავს ხო? არ მინდა ეხა კონკრეტიკა, ბევრი დაპირება, ემოციური, მაგრამ როდესაც ვერ სრულდებოდა პირიქით
უარყოფითი ემოციების გენერირება ხდებოდა. მე მირჩევნია მთელ რუსთაველის გამზეს, ახლა რო გავალთ, აქედანაც ვესაუბრებ, უთხრა, რომ ბრძოლა არის გრძელვადიანი, უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანისთვის. იმისათვის რომ შევძლოთ მოკლევადაში გამარჯვების მოპოვება. ნუ დავიგებები და განვაწყობთ საკუთარ თავებს, რომ ეს პროტესტი და ეს პროცესი დასრულდება 2 თვეში, 3 თვეში, 4 თვეში, ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვიყოთ მზად. მე პატიმრად დავასრულებ ოჯახის პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებსაც პირადად ვუთხარი. თქვენ ხომ არ გესიამოვნებათ, რომ არსებული პატიმრების რაოდენობა გაიზარდოს. იმიტომ რომ რომელიღაცა პოლიტიკურმა ჯგუფმა თქვენთან ერთად ან სხვებთან ერთად უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა. და დიახაც, აქ პოზიცია ერთსულოვანია. არ შეიძლება, იცით, აი, რომ დაფიქრდე, რომ ითხოვ, მე რას ითხოვ? ანუ ითხოვ შტურმს, ანუ ითხოვ გამოვიდა 30000 ადამიანი იმ დღეს და არა, შეიძლება 4 თვე გაგრძელდეს, შეიძლება 7 თვე გაგრძელდეს და შეიძლება 1 წელიწადი გაგრძელდეს. მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 1 თვე. მაგრამ რაც უფრო გათვლა გვექნება მარათონული, მით უფრო შევძლებთ წარმატების მიღწევას და თუ კი საპირისპიროდ განავითარებს ამ აზრს ნებისმიერ ადამიანს, ეს მათი პოზიცია, მათი უფლებაა, მაგრამ ვეცდებით ჩვენ რომ შევეწინააღმდეგოთ. აი ლიმიტს გადავაჭარბეთ ნიკა. კი ბატონო, დიდი მადლობა და წარმატებები თქვენ. მე ვფიქრობ ყველა ინტერვიუ ყოჩენ გადაცემის. ვიდრე ნიკასთან დავემშვიდობით. ნუ გაგვებუტება, არ გავბუტებ. აი ეს შეგიძლიათ უკვე რუსთაველზე რომ მიხვალთ. იგი არ გავბუტებ, ვერ ვიბუტები ნამდვილად. გულ შემატკივრებს უთხრათ. უბრალოდ ეს იყო სტრატეგიული უკან დახევა, ერთი ნაბიჯი უკან ორი წინ კოალიციის. თუმცა საზოგადოებას ჩვენ ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია და არც მუშაობა. დაველოდებით კოალიციის გადადგმულ ნაბიჯებს გავაშუქებთ, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქმე. ერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც მრავალფეროვანი. სხვადასხვანაირები ვართ. ერთობა ბევრს ესმის ერთიან სიად. ერთიანი სია. ხო, ბევრს ესმის, მაგრამ ის რომ ჩვენ განსხვავებულებით გავართ ერთად რუსთაველზე, ამაში არის ძალა. მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, განსაკუთრებული მადლობა რომ ამ ფორმატს დათანხმდით. რამდენიმე ლიდერი არ გთანხმდება სამწუხაროდ. ნიკა გვარამია მოგვიკითხეთ და გადაეცით კიდევ ერთი მოწვევა პირადად თქვენგანაც. და აუცილებლად მადლობა უბრალოდ რაც არ უნდა, ეხლა რატო არ უნდა დამიჯეროთ როზმი კადრები, ეხლა ტყუილი თქვენთვის, მაგრამ იმაზე დიდი მიზნების მიღწევა სჭირდება ძალიან დიდი შრომა და ყველაფერი საჯაროდ არ ხდება, ყველაფერი ტელევიზორში არ ჩანს, რუსთაველის გამზირზე არ ჩანს. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ნიკაც, ბევრ საქმეს აკეთებს აი ამ ცისფერი ეკრანების მიღმაც. დროდადრო ანგარიშ ვალდებულება ითხოვს რომ ამის შესაძლებლად მეტიც შეუძლებელია. მაშინ გავგიზდებით ყველანი. თან ივანიშვილი იყოს, თან ქართული ოცნება იყოს და თან ერთმანეთი ვაქოთ. მაშინ ესეც ხო არაადეკვატური საქმეა. ძალიან დასაფასებელია და მადლობა.